მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მოამბეს კვირას ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად. მომდევნო 1 საათის განმავლობაში თქვენ ახავთ. რა შედეგებით დასრულდა განმეორებითი კენჭისყრა მარნეულისა და ზუგდიდის ოლქებში პირდაპირ ჩართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან. მსხვილი ინვესტიციები ლარის კურსზე და ლარის კურსის სამომხმარებლო კალათაზე, რატომ მერყეობს ეროვნული ვალუტა და გაძვირდება თუ არა საკვები პროდუქტები. პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში სტუმრად მოამბეში. რა შედეგით დასრულდა ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, მოლაპარაკება ბერლინში და რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში. ცხოვრობდნენ თუ არა საქართველოში პრეისტორიული არსებები, რა შეცვლის ხანისწყლის ხეობაში გაკეთებული აღმოჩენა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს აჯამებს ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციის ხდომა განმეორებითი კენჭისყრების დასრულების შემდეგ დღეს ჩაინიშნა. ცესკოში ჩვენი კორესპონდენტი სალომე ქოქიაშვილი მუშაობს, მას პირდაპირ ეთერში ვთავთ. სალომე, გაკეთა თუ არა უკვე განცხადებები, რა საკითხებზე მსჯელობენ კომისიის წევრები? სალომე ქოქიაშვილს ჩვენ კვლავ დაუბრუნდით. სალომე, როგორ გესმის ჩემი? სალომე, გესმის თუ არა ჩემი? სალომე, საინტერესოა, გაკეთდა თუ არა უკვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განცხადებები, რა საკითხებზე მსჯელობენ კომისიის წევრები? საკმაოდ საინტერესო დატვირთული დღის წესრიგი აქვს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კომისიის ხდომა სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, რაც მთავარი არის დღევანდელ ხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როდის გაიმართება მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც გუშინ შედგა გუშინ საყრდენოს განმეორებითი კენჭისყრა, დიდი ალბათობით, როგორც გუშინ კიდევ გუშინი თქვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, განმეორებითი ტურები, მეორე ტურები ამ საარჩევნო ოლქებში გულისხმობ მარნეულსა და ზუგდიდს, ასევე დიდი ალბათობით გაიმართება 30 ოქტომბერს, მაშინ როდესაც უკვე არის ჩანიშნული 48 სხვა საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურები. რაც შეეხება იმას, თუ რა ბედიელით ამ შემთხვევაში იმ კანდიდატებს, რომლებაც მოხსნეს საკუთარი კანდიდატურა, ჩვენ ბუნებრივია ამის დაზუსტება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს კიდევ ერთხელ ვცადეთ, მას შემდეგ რაც სანდრა რულოვსმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში განმარტება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის იგივე, როგორც მაგალითად მოვისმინეთ ჩვენ 8 ოქტომბრის შემდეგ ირაკლი ალასიანიასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ მას შემთხვევაში კანდიდატი ხსნის საკუთარ კანდიდატურას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით ვადა კანდიდატურის მოხსნის არის უკვე ამოწურული, შესაბამისად ყველა ის კანდიდატი, რომელიც უარს განაცხადებს მეორე ტურში მონაწილეობაზე, მისი გვარი მაინც იქნება ფიქსირებული საარჩევნო ბიულეტენში. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, იცით ალბათ, რომ პირველი ტურის 8 ოქტომბრის შემდეგ, ანუ ყველა ის შედეგი, რომელიც განთავსებული არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, გულისხმება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები, ეს შედეგები ითვლებოდა ამ დრომდე წინასწარ შედეგებად, ვინაიდან დარჩენილი გასული დღეები იყო განკუთვნილი საჩივრებისათვის, თუმცა გასაჩივრების ვადები უკვე არის ამოწურული, საბამისად დღევანდელ ხდომაზე სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველ ტურში აჯამებს და უკვე გამოაქვეყნებს საბოლოო შედეგებს. ერთ-ერთი საკითხი არის საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით განკარგულების მიღება, ასევე ერთ-ერთი საკითხი არის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველი ტურის შედეგებთან დაკავშირებით განკარგულების მიღება. გარდა ამისა, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია ცნობად მიიღებს საკრებულო შუალედური არჩევნების შედეგებს და ასევე დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაზღვრავს ნომერ 36 და 66 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მეორე ტურების დანიშვნის საკითხს და თარიღს. მეორე ტურები ყოველშაბათში 48 საარჩევნო ოლქში ჩანიშნული არის 30 ოქტომბრისთვის, სავარაუდოდ სწორედ ამ დღისთვის ჩაინიშნება, როგორც გეკითხარით, განმეორებით მეორე ტურები იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც განმეორებითი კენჭისყრა შედგა. ეს არის ის ოლქები, სადაც მაჟორიტარობის ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. მადლობა სალომე, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან სალომე ქოქიაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. 8 ოქტომბრისგან განსხვავებით, არჩევნების განმეორებით კენჭისყრამ მარნეულისა და ზუგდიდის ოლქების 4 უბანზე გუშინ 7 ვითარებაში ჩაიარა. ოლქებში კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს, ამიტომ აქაც მეორე ტური გაიმართება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მაჟორიტარული მანდატისთვის ბრძოლას ეთიშება სანდრა რულოვსი. ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით, რულოვსის ეს გადაწყვეტილება გუნდთან შეთანხმებული არ ყოფილა. კეთი ბერაია დეტალებით.
განმეორებითი კენჭისყრის ბიულეტენები ზუგდიდის სამუბანზე დაითვალა, თუმცა შედეგები ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მოპოვებული გამარჯვებისათვის, რომელიც სამწუხაროდ მომპარეს, არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც კიდევ. და ყველა მიცის, რომ მე გავედი პირველ ტურში და ამიტომ მე ვთვლი, რომ შეურაცხყოფა არის მეორე ტურში შემოსვლა ზუგდიდის რაიონის მაცხოვრებელს პარლამენტიდან ან სხვანაირად დაუდგები გვერდში. მიუხედავად იმისა, რომ სანდრა რულოვსმა მეორე ტურში კანდიდატურა მოხსნა, ის პარლამენტში მაინჩევა, რადგან ნაციონალური მოძრაობის პარტიულ საარჩევნო სიაში მეორე ნომერია. თავად პარტიაში კი მისი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და კრიტიკული შეფასებები მოგვიანებით გაკეთდა. ნამდვილად არ მაქვს ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია. არ არის ესეთი კარგი ჟესტი მის მიმართ, ვისაც არ უნდა გაეკეთებინა. ბრძოლაში არ შესვლა და ბრძოლისაგან თავის არიდება არის უბრალოდ მიუღებელი. ალბათ სანდრას გადაწყვეტილება არის მიუღებელი, სამწუხაროდ მეტიც ის აზიანებს ზოგადად მეორე ტურების კამპანიას. 59 მონაცემებით სანდრა რულოვსმა ამორჩეულ თანხმების 44.8%, ქართული ოცნების კანდიდატმა ედი შერთოლორაიამ კი 48.73% მიიღო. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს სანდრა რულოვსი თავს მოიხსნის თუ არ მოიხსნის, ჩვენ გვაქვს მეორე ტური და მივიყვანთ ამას როგორ დაასრულამდე. ჩვენი ეს ორანი მერგული სიტყვა გადაედება მთლიან საქართველოს და იქნება საბოლოოდ დამარცხებული მთელ საქართველოში ნაციონალური მოძრაობა. თავარ მიზეზად მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო პროცესში გაყალბებების მასშტაბსა და მის მხარდამჭერებზე ზეწოლას ასახელებს, თუმცა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც დამკვირვებლები 8 ოქტომბერსაც და გუშინ ჩატარებულ კენჭისყრაზე წყავდათ, უხეში დარღვევების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ჩატარდა 7 გარემოში მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევების გარეშე, იყო გარკვეული ხარვეზები განსაკუთრებით მარნეულში 52 უბანზე, მაგრამ დარღვევას როგორც ასეთი ადგილი არ ქონია. თავარი არის ალბათ მეორე ტურის დროს, რომ ის ხარვეზები, რომელიც იყო პირველ ტურში, ეს ხარვეზები გამოსწორდეს. იზილაჯლოს 52-ვე საარჩევნო უბანზე განმეორებით კენჭისყრაში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატებმა. აკმამედ იმამკულიევმა 391 ხმა მიიღო, ან 48.11%, თავად ნამერიანმა კი 313 ხმა, ან 53.53%. მეორე ტური 30-ში იქნება და აუცილებლად გავარკვევთ ყველა ვინ იქნება გამარჯვებული. შესაძლებელიც იყო რომ პირველივე ტურიდან მოვიგოთ 8 ოქტომბერს, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ეს ინციდენტი, რაც მოხდა, მაგრამ 30-ს აუცილებლად ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ მოდის მეორე ტური. ვიცით რომ ძალიან რთული იქნება, მაგრამ ჩვენი ვალია რომ ყველგან ვიბრძოლოთ დემოკრატიული გზით. გასროლია პარტიას არ მივეცით საშუალება რაიმე პროვოკაცია გაეკეთებია, სიტყვიერად კი სცადეს დაძაბვა, მაგრამ სხვა ვერაფერი ვერ გააკეთეს. თუმცა დანარჩენი 6 კანდიდატიდან თითოეულმა 10 ხმაზე მეტი ვერ მოაგროვა, ყველაზე ცოტა უფრო სწორედ არაფერი 0 ხმა ჩვენების სახალხო პარტიის კანდიდატმა მიიღო. ერთადერთი ხმა კი საქართველოს კანდიდატმა. საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე კი საჩივრების განხილვა საოლქო კომისიაში 3 საათზე მეტხანს და ხმაურით გაგრძელდა. დამკვირვებელი, რომელსაც კომისიაში 7 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, სხდომიდან კომისიის თავმჯდომარის შეურაცხყოფის მოტივით გააძევეს. ვერ ერკვევიან კანონის იმ მოთხოვნებში, რითაც უნდა განიხილონ საჩივარი. ვერ ერკვევიან კანონის იმ მოთხოვნებში, რითაც უნდა წაიკითხონ ჩანაწერთა წიგნებში ჩანაწერები. მოგვიანებით კი კამათი გადასატან ყუთთან დაკავშირებით გაგრძელდა. უბანზე არ მიიღეს ამ გადასატანის საარჩევნო ყუთის ხმების დათვლის გადაწყვეტილება და გადმოგცეს გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენ ხელმოწერების გარდა ამ ადამიანების იდენტიფიკაციის შესაბამისი გრაფები არ იყო შევსებული. განვიხილეთ 8 საჩივარი, 5 საჩივარი დარჩა განუხილველი, რომელიც ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს, რაც შეეხება 3 საჩივარს, რომელიც გადასტანი 5-ს ეხებოდა. კომისია მიიღო გადაწყვეტილება, გადასტანი 5-ის შედეგებიც ბათილად. არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. ცნობილია უკვე მაჟორიტარობის 2 კანდიდატი, რომლებმაც საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. პირველი თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია იყო. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია. თუმცა ისინი მეორე ტურის საარჩევნო ბიულეტენებზე მაინც დარჩებიან.
პოლიტიკის შემდეგ ეკონომიკა, რომელიც ეროვნული ვალუტის კურსზე პირდაპირ გავლენის გამო საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოფაზე ისახება. ლარის გაცვლითი კურსი გამყარებას მთავრობის ეკონომიკური გუნდი ახლო მომავალში პროგნოზირებს, თუმცა მანამდე ყერევების გაგრძელების შემთხვევაში ექსპორტიორი კომპანიები პროდუქტის გაძვირებას არ გამორიცხავენ. დღის მთავარი ახალი ამბების მოკლე მიმოხილვის შემდეგ ინფორმაცია მსხვილი საინვესტიციო პროექტებისა და სამახმარებლო კალათის მთავარი პროდუქტების ფასის შესახებ. შეჭრის მცდელობა კწანისის სასწავლო ცენტრში თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დაახლოებით 3 საათსა და 30 წუთზე. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ კწანისის ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა. რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განაწეში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას. რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის თვალიერებისას ერთ-ერთი თავდასხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ნათქვამია განცხადებაში. არსებული ინფორმაციით 27 სექტემბერს წყალწმინდაში მომხდარი ბენზინგასამართის სადგურის დაყაჩაღების საქმე გახსნილია და დღეს ოზურგეთში ბრალდებულ პირთა დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ წარსულში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულ პირთა მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დამატებითი დეტალები არ ხმაურდება. პოლიციის შენობის წინ მდებარე ბენზინგასამართის სადგური წყალწმინდაში 27 სექტემბერს დააყაჩაღეს. კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ჯარისკაცების მდგომარეობა სტაბილურია. 36 სამხედრო მოსამსახურიდან 7 პაციენტი და 1 სამოქალაქო პირი ავტომანქანის მძღოლი მკურნალობას თბილისში სხვადასხვა კლინიკებში განაგრძობენ. მათი მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა დამაკმაყოფილებელი. დანარჩენი 28 ჯარისკაცი კი მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობს. მათ შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო ნაწილს დაუბრუნდებიან. შემთხვევა 2 დღის წინ დედოფლის წყაროს სიღნაღით თბილისის დამაკავშირებელ გზაზე სოფელ ბოდბესთან მოხდა. კამაზის ტიპის ავტომობილი გზიდან გადავარდა, ადგილზე 1 ჯარისკაცი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს. ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება გუშინ სოფელ მეჯურის ხევიდან გატაცებული მალხაზ ლეჟავაის რუსმა სამხედროებმა სოფლის საძოვრებიდან იმ დროს აიყვანეს, როდესაც საქონელს მწყემსავდა. დაკავებულის ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია. თურქეთში გარდაცვლილი მეზღვაურის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს. გარდაცვლილი ახლობლების განცხადებით სარფის საბაჟოს ნეიტრალურ ზონამდე ცხედარი თურქულმა მხარემ გადმოასვენა. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის წარმომადგენლის, რომელმაც უბედური შემთხვევის დეტალები გააცნო, ოჯახს და ექსპერტიზის დასკვნა გადასცა. ახალგაზრდა სავარაუდოდ გემიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა. ისინი საქმის გამოძიებასა და ექსპერტიზის განმეორებით ჩატარებას ითხოვენ. 23 წლის მამაკაცი გემზე პირველად იმყოფებოდა. უბედური შემთხვევა 21 ოქტომბერს თურქულ ხომალდზე მოხდა. წირვა და ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ხატის ზალაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ მშობლებმა თავიანთი შვილები ხატით უნდა დალოცონ. დღევანდელი წირვა უწმინდესმა ლიტვის მთავარ ეპისკოპოსთან ერთად აღავლინა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება. პატრიარქმა მთავარ ეპისკოპოსს საჩუქრად მაცხოვრის ხატი გადასცა. მთავარ ეპისკოპოსმა საქართველოს ეკლესიას ლიტველი მოწამეების ხატი უსახსოვრა, მან უწმინდეს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობას ოფიციალური პირები მთავრობის ეკონომიკური გუნდი მსხვილ ტრანზაქციას უკავშირებენ. ასეთია TBC ბანკის მიერ სოსიეტე ჟენერალის კუთვნილი ბანკი რესპუბლიკას შეძინა. TBC უცხოურ კომპანიას ფულს საზღვარგარეთ ურიცხავს და ქვეყნიდან დოლარის გადინება ამერიკულ ვალუტაზე მოთხოვნა ზრდის. ლარის კურსის შესაბამისად ეცემა. ეროვნულმა ბანკმა კურსის დასაჭერად რეზერვები გაყიდა. ინტერვენციებით მან ბაზარზე 200 მილიონი დოლარი გამოიტანა, მაგრამ კურსი თამაშს განაგრძობს. არადა სტატისტიკის მიხედვით მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ქვეყანაში გაუმჯობესებულია. ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ მექანიზმად მსხვილი საინვესტიციო პროექტების სახელდება, რომლებმაც ქვეყანაში უხეშად რომ თქვათ, ბევრი დოლარი უნდა შემოიტანოს. რა ეტაპზეა ესეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტები და როგორია სპეციალისტების მოლოდინი ლარზე ამ საინვესტიციო პროექტების გავლენის კუთხით? ეს ნიკა მოლოდინაშვილმა გაარკვია. ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და მის გამყარებას ქვეყანაში მსხვილი ინვესტიციები განაპირობებს. კვირის მოამბე დაინტერესდა გაერკვია დაიწყო თუ არა ქვეყანაში დაანონსებული მსხვილი პროექტების რეალიზაცია. ერთ-ერთი ასეთი მასშტაბური პროექტი დასავლეთ საქართველოში ახალი პორტის მშენებლობას გულისხმობს.
კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ანაკლიის პორტის საინვესტიციო ღირებულება 2 მილიარდ 500 მილიონი დოლარია. მისი მშენებლობა რამდენიმე ფაზისგან შედგება. პირველი 3 წლიანი ფაზის ფარგლებში 590 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ჰოლანდიური კომპანიის ვანორდის მიერ ანაკლიის სანაპიროზე გეოლოგიური და ჰიდროსაინჟინრო კვლევებისთვის ამ დროისთვის 20 მილიონი დოლარი უკვე დაიხარჯა. ქართული TBC ჰოლდინგისა და ამერიკული კომპანია კონტი ინტერნეიშნალი ანაკლიის პორტის გახსნას 2020 წლისთვის გეგმავს. პირველი ფაზის ამუშავებისას ანაკლიის პორტს 2 მისადგომიანი საკონტეინერო ტერმინალი ექნება, რომელიც 700.000-დან 800.000-მდე კონტეინერის გატარებას შეძლებს. პორტის სიღრმე შესაძლებელს გახდის 10,000 კონტეინერიანი პანამიქსისა და პოსტპანამიქსის ტიპის გემები მიიღოს. ასეთ გემებს კი დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერც ერთი პორტი ვერ ემსახურება. ცნობილია, რომ დიდი მოცულობები ტრანსპორტირების ხარჯებსა და ტვირთის ღირებულებას ამცირებს. ანაკლიის პორტში 3,000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. ეკონომიკას ზეგავლენას რაც შეეხება, ძალიან დიდი ზეგავლენას მოახდენს პირდაპირ მინდა ვთქვა და პირველი ფაზაც კი ეს 600 მილიონი 590 მილიონი ძალიან დიდი ზეგავლენას მოახდენს. ეს პირდაპირ და არაპირდაპირ დასაქმებულთა რაოდენობა არის დაახლოებით გათვლილი დღესაც არის დაახლოებით 3,000 ადამიანი დასაქმდება პირდაპირ და არაპირდაპირ. აქედან გამომდინარე კიდე ეს ინვესტიცია ზოგადად მშპ-სთან მიმართებაში ჩვენი ეკონომიკური გათვლებით დაახლოებით 0.5-დან 1%-მდე ზეგავლენას მოახდენს დადებიც ეკონომიკაზე. ანუ ერთ პროექტზეა ლაპარაკი. ან ჩვენი ეკონომისტები ესეთ პროგნოზს გვეუბნებიან აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა ექნება. ჩვენ მარტო პორტს არ ვაშენებთ, ვაშენებთ ასევე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელიც ეს ამ 590-ში არ შედის, ეს ცალკე პროექტია და ცალკე ინვესტიციას მოითხოვს. არა ასევე ძალიან საგრძნობ ინვესტიციას. ჩვენ გეგმავთ, რომ თავისუფალ ინდუსტრიული ზონის პირველი ფაზაც გაუშვათ პორტთან ერთად 2020 წელს, ანუ 2020 წელს გაეშვება პორტი, პირველი ფაზა და ამ დროისთვის გვინდა რომ თავისუფალ ინდუსტრიული ზონის პირველი ფაზაც გაუშვათ. ეს ამას რატო ვიძახი? იმიტომ ვიძახი, რომ უკვე არაერთი ქვეყნიდან კომპანიებს, სხვადასხვა ტექსტილის, სხვადასხვა წარმოებელი კომპანიებთან გვაქვს ლაპარაკი უკვე რომ მათ ანუ თავის გეგმებში ალაგებენ იმ შესაძლებლობას, რომ იყვნენ წარმოდგენილი ამ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ანაკლიაში. კიდევ ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, ეს სვანეთში ნენსკრაჰესის მშენებლობაა. კორეულმა კომპანიამ K-Water-მა, რომელიც პროექტს საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს, სამობილიზაციო და მოსამზადებელი ეტაპების ფარგლებში 50 მილიონი დოლარი დახარჯა. წლის ბოლომდე დამატებით 10 მილიონის დახარჯვას გეგმავს, რაც ჰესის მშენებლობაზე დასაქმებულთა საცხოვრებელი კორპუსებით უზრუნველყოფას გულისხმობს. ნენსკრაჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ ზამთრის პერიოდში კი 280 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში იმპორტირებული ენერგიის მოცულობას. მნიშვნელოვანი კვლევები ჩატარდა ეკოლოგიის კუთხითაც, მათ შორის გათვალისწინებული იქნა EBRD-სა და აზიის განვითარების ბანკის მოთხოვნები, რომელიც ევროპული სტანდარტის შესაბამისობას გულისხმობს. ესეთი მსხვილი პროექტები ზოგადად ჩვენს რეგიონში, ჩვენნაირი ზომის ქვეყანაში არის არც თუ ისე ბევრი. რადგან ჩვენი ეკონომიკა არის შედარებით მცირე და თითოეული ესეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი კონტრიბუციის შემტანი ზოგადად ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ გვერგოწილეთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ ამ ნენსკრას პროექტში. ნენსკრას პროექტი მსხვილია, მასშტაბური არის თავისი, ასე ვთქვათ, ბიუჯეტის თვალსაზრისითაც. 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დაიხარჯება 5 წლის განმავლობაში. იმისათვის, რომ იქ აშენდეს სვანეთში 280 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ასევე მასშტაბური და მნიშვნელოვანი და მსხვილი არის იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის სეზონური რეგულირების სადგური, რომელსაც ექნება საკმაოდ დიდი წყლის ტევადობის რეზერვუარი. უკვე მათ მიერ დახარჯული არის 50 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია. და ამ ეტაპზე თქვენ რო ახვიდეთ და ნახოთ თვითონ ესე იგი საიტი სადაც ეს ხდება და ინახავთ ესე არსებით ცვლილებებს, არის გაყვანილი გზები, არის რეაბილიტირებული ხიდები, დაიწყო აი ამ დღეებში ეგრეთ წოდებული საოპერაციო სოფლის მშენებლობა, სადაც 130 ადამიანამდე მუშა და ინჟინერი დასახლდება, ვინც მე შემდგომში მუდმივად ამ წლების მანძილზე უნდა უზრუნველყოს ეს მშენებლობა.
რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის მსხვილ საინვესტიციო პროექტებს და როგორ ხედავენ ქვეყნის განვითარების პერსპექტივას დარგი სპეციალისტები. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის კურს სეზონური ფაქტორები, კონკრეტულად კი ექსპორტსა და იმპორტს შორის არსებული დისბალანსი განაპირობებს. აქ პირდაპირ უნდა ითქვას, უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტები ორი მიმართულებით, ერთი ეს არის ენერგეტიკის საბაზო სისტემის გაუმჯობესება, ენერგიის ელექტროსადგური, ჰიდროელექტროსადგურის დონეზე. მეორე ეს არის საავტო ნაკადების მოდინება საქართველოს საკმაოდ მსხვილი, ისეთი მნიშვნელოვანი საავტო შემონატანებია, მაგრამ აქ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვარო, საქართველოში ამაზე დიდი პროექტები ნენსკრაჰესია და ხუდონეზე არ არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ 2017 წლის საინვესტიციო შემონატანები და ლარის კურსზე საკმაოდ დიდი ზეგავლენას იქონია ეს ორი ობიექტი. პლუს საუკუნეს პროექტად წოდებული ანაკლია და ჩათვალეთ, რომ უკვე ნიშნავს, რომ 2017 წელს ორჯერ მეტი უნდა იყოს, ანუ 2 მილიარდამდე უნდა იყოს მოზიდული ინვესტიციების რაოდენობა. ეს არის გარანტია იმისა, რომ 2017 წელს ლარი იქნება არი იქნება ის ვალუტური როგორც წელსება. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით საქართველოში 2016 წლის პირველ კვარტალში 388 მილიონის, ხოლო მეორე კვარტალში 445 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა. ჯერ არ გამოქვეყნებულა და შესაბამისად უცნობია მესამე კვარტლის მონაცემები. ყველა საინვესტიციო პროექტი, რომელიც დაწყებულია აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის თანხებისათვისებაც თქვენ მოგეხსენებათ, რომ პირდაპირ უცხოური ინვესტიციები რეკორდულად დიდი რაოდენობით შემოვიდა 2016 წლის პირველ ორ კვარტალში, შესაბამის რიცხვს ველოდებით უკვე მესამე კვარტალშიც და აქედან გამომდინარე ეს არის სწორედ დასტური საინვესტიციო პროექტების წარმატებას. მსხვილი საინვესტიციო პროექტების გარდა ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზე მუშაობს საპარტნიორო ფონდიც. უკვე შემუშავდა წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც სასტუმროების მშენებლობას ითვალისწინებს. რაჭაში კი 3 პერსპექტიული წერტილი გამოიკვეთა უწერაში, შოვსა და შაორში. მსხვილ პროექტებში შედის ასევე ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდი ევროა. ეკონომიკის კიდევ ერთი მიმართულება. საქართველოს იმაზე მეტ პროდუქტს მოიხმარს, ვიდრე აწარმოებს, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმს. ამის გამო ჩვენი იმპორტი ექსპორტს აჭარბებს. იმპორტირებული საქონლის შეძენა კი უმეტესად დოლარში ხდება. გაცვლითი კურსის მერყეობა პირდაპირ ურტყავს ფასებს. ზამთარში თითქმის ყველა სახის საკვები პროდუქტი, რომელსაც მოიხმართ, უცხოურია. როგორია ლარის კურსის ამჟამინდელი გავლენა სამოხმარებლო კალათაზე, რა მოლოდინი აქვთ იმპორტიორებს და რა შეხედავენ გამოსავალ სპეციალისტები. თემაზე მარიკა შალიკაშვილი მუშაობდა. საქართველოში ოფიციალური სტატისტიკით იმპორტირებული პროდუქტის მოცულობა ექსპორტს 67%-ით აღემატება. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ლარის კურსის მკვეთრი რყევები სამომხმარებლო პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. მოვაჭრეების თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურება პროდუქტის გაძვირებასაც იწვევს. ამიტომ მოსახლეობის ნაწილი იძულებულია გარკვეული სახის სურსათზე საერთოდ უარი თქვას ან ნაკლები შეიძინოს. რეალიზაციის შემცირების გამო მოვაჭრეების მოგებაც მცირდება. დოლარმა რომ მოიმატა შვილო, ასაღებაც მოიმატა და მყიდვერს აღარ აქვს საშუალება მე რო იყიდოს. ცოტა გაძვირდა, მაგრამ ჩვენ ხო გზა პროდუქციას უკეთებთ რეალიზაციას, ასე რომ შეიძლება მოგება შეგვიმცირდა, მაგრამ გვიჩვენია რეალიზაცია იყოს მეტი, ვიდრე ახლა დაუშვათ გავბეროთ ფასები და ყველა ვიდგეთ იმას გვიჩვენია რომ მაინც ასე იყოს. ეს უკვე გაძვირებულია, ამ ნიშნულზე 2 თვის უკან ხო იყო დოლარი, მაშინ გააძვირეს. ეხლა რამდენჯერ აიწევს, იმდენჯერ ხო ვერ გააძვირებენ და ამიტომ ჯერ ამ ნიშნულზე რაც დაჯდა დოლარი არ გაუძვირებიათ არაფერი. შესაბამისად არც ჩვენ არ ვაძვირებთ. პროდუქტის გაძვირებას ეროვნული ვალუტის გაუფასურებას უკავშირებენ მყიდველებიც. მათი ნაწილი ამბობს, რომ კურსის ცვლილებასთან ერთად ფასები მუდმივად იმატებს და ლარის გამყარების შემთხვევაში საქონელი გაძვირებული რჩება. პირველ რიგში პირველადი მოხმარების საქონელი, შაქარი, მათ შორის ნებისმიერი პროდუქტი, განსაკუთრებით წამლები, ვერ ყიდულობ წამალს. დოლარი ადის, ჩამოვა, ფასი მაინც არ კლებულობს. პირიქით, რჩება ძველი ფასი, ანუ გადიდებული. ყველაფერზე მომატებულია ფასები და თვითონაც როცა გაესაუბრები მსგავს საკითხზე, გეუბნებიან ყოველთვის, რომ მათიც აისახა დოლარის ცვლილება, ყველაფერს გაცილებით ძვირად ყიდულობენ და შესაბამისად ყიდიან უფრო ძვირად.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში საგანგაშო ინფლაცია არ აღინიშნება. 2016 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ბოსტნეული 4.4%-ით გაძვირდა. რძის ნაწარმისა და კვერცხის ფასმა 4.3%-ით მოიმატა. 3.3%-ით გაიზარდა ხილის ღირებულება. სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ჯანდაცვა სექტემბერში 0.1%-ით გაძვირდა. სპეციალისტების თქმით, საქართველოში სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, რომ პროდუქტის მცირედი გაძვირებაც კი მოსახლეობის ყოფაზე ნეგატიურად აისახება. ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში 3.700.000 ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის 7.700 პენსიონერია. 900.000-მდე ბავშვი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება 400.000-მდე ადამიანი. დაქირავებით დასაქმებული კი მხოლოდ 700.000-მდეა. Დაახლოებით 6-ჯერ უფრო მაღალია საშუალო ხელფასი საარსებო მინიმუმზე. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ საარსებო მინიმუმი ყველა თითოეულ მოქალაქეს ეხება და ცდილობს, რომ მისი შემოსავალი არ იყოს მასზე ნაკლები. ხოლო ხელფასის მიღებთა რაოდენობა მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა 700.000 ოდნავ გადასცდა. და ისეთი პატარა ქვეყნისთვისაც კი, როგორც ჩვენია, ეს ციფრი მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი. სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებენ პროდუქციის გაძვირებისგან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდება, სხვა გამოსავალი არ ექნებათ. ადგილობრივ პრობლემებს ემატება საერთაშორისო ბაზარზე ზოგიერთი პროდუქტის გაძვირება. მაისის თვეში შეიძლება უფრო ადრეც, როცა ფასები გადავთვალეთ, კურსი ავიღეთ 2 და 2. რა თქმა უნდა, იმის იმედით, რომ ზაფხულში დასტაბილურდებოდა ზოგადად რა მოლოდინებიც ჰქონდა ბიზნესს. როცა აქტიურ ფაზაში შევიდა უკვე ვაჭრობა და აქტიური თვეები დაიწყო, ნახეთ, რომ მოყვა ლარის რყევაც და იძულებულები ვართ რომ რიგ პროდუქტზე ფასები გავზარდოთ. იმპორტიორები ვინც არიან, მაქსიმალურად ცდილობენ თუნდაც საკუთარი მარჟის ხარჯზე არ გააძვირონ და დაასტაბილურონ ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ლარი მერყეობს, მაგრამ რამდენ ხანს გასტანცეს და რამდენად შესაძლებელია ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს. ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად იმატებს ფასი როგორც ჰიგიენურ საშუალებებზე, ასევე მედიკამენტებზე. ქართული ფარმაცევტული ბაზარი უშუალოდ არის დაკავშირებული სავალუტო კურსის ცვლილებაზე. იქნება ეს მზა პროდუქტი თუ ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც იმპორტული ნედლეულით იწარმოება. წამლის ფასის წარმოქმნის ალგორითმი ითვალისწინებს ძალიან მარტივი ალგორითმი ითვალისწინებს 3 ინდიკატორს. ეს არის წამალზე პირდაპირი დანახარჯი, ეს არის წამლის ზედნადები დანახარჯი და მოგება. ნებისმიერი ფაქტორი, რაც იმოქმედებს პირდაპირ დანახარჯზე, ზედნადებზე ან მოგებაზე, ეს აისახება წამლის ფასზე. ექსპერტები გამოსავალს ვალუტის სტაბილურობასა და ადგილობრივი წარმოების განვითარებაში ხედავენ. რას ფიქრობს არსებულ ვითარებაზე საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე მოამბის სტუდიის სტუმარია საღამოშტობის საკალბატონო მაია, გმადლობთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და ნამდვილად მადლობას გიხდით, რომ მომეცით საშუალება გარკვეული განმარტებები გავაკეთოთ. ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი მთავარ არგუმენტად აცხადებს, რომ ეს რყევები არის ერთჯერადი მსხვილი სავალუტო ტრანზაქციის ბრალი. თქვენ იზიარებთ თუ არა ამ შეხედულებას? მოდით რამდენიმე მიზეზს დავასახელებ მე. თქვენ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ზოგადად ტურიზმის განვითარებას. ტურისტული სეზონი ამ ეტაპზე, ანუ საზაფხულო სეზონს გულისხმობ, უკვე დასრულებულია და ეგრეთ წოდებული შემოდინება უცხოური ვალუტის უკვე შემცირებულია სერიოზულად. ეს ერთი მიზეზი. მეორე მიზეზი მოგეხსენებათ არჩევნების პერიოდია, 8 ოქტომბერს ჰქონდა არჩევნები, გუშინ ჰქონდა და კიდევ იგეგმება 30-ში და ამ დროს საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება როგორც პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ასევე მოგეხსენებათ CSGO მოითხოვა დამატებით დაახლოებით 6 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან. ანუ ლარის მეტი ინვესტირება და შესვლა ხდება, ასე ვთქვათ, ჩვენს ეკონომიკაში. ეს მეორე მიზეზი. მესამე მიზეზს რაც შეეხება ამასთანავე მოლოდინებზე მინდა აღვნიშნო ცალსახად, იმიტომ რომ დაანონსებული იყო, მე კარგად მახსოვს, საქართველოს პრეზიდენტთან მქონდა ამ თემის განხილვა, დაახლოებით მაისის ბოლოს დაანონსებული იყო, რომ არჩევნების პერიოდში და 8 ოქტომბერს ლარის კურსი იქნებოდა, ну, საოცრად მაღალი, შეიძლება ითქვას. ასეთი პროგნოზების გაკეთება 3 თვით ადრე ნამდვილად წარმოუდგენელია იმ უბრალო მიზეზებიდან გამომდინარე, რომ პირდაპირ დავასახელებ მაგალითებს. შარშანმე დავამთავრე ჰარვარდის უნივერსიტეტი, სადაც პირველ კითხვას, რომელსაც მე ვსვავდი, ხდება თუ არა წინასწარ გათვლა იმისა, 3 თვით ადრე, 2 თვით ადრე, თუ როგორი იქნება ვალუტის კურსი. მოგეხსენებათ, შარშანდელი წელი ძალიან მძიმე წელი იყო მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ვალუტა, ასე ვთქვათ, დოლარი ძალიან გაძლიერდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მარტო საქართველოში განიცადა, ასე ვთქვათ, ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ დაცემა, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ახლა საგარეო ფაქტორებზე აღარ. ახლა საგარეო ფაქტორებზე
პროექტებზე ჩვენ ვეღარ გავაკეთებთ პედალირებას. ეხლა რაც შეეხება ინვესტიციებს, ზოგადად ნებისმიერი პროცესი ატარებს თავის თავში როგორც დადებით მხარეს, ასევე უარყოფით მხარეს. ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება თუ გამყარება, ამ შემთხვევაში გაუფასურება ცალსახად ხელს უნდა უწყობდეს ექსპორტს. როდესაც ეროვნული ვალუტა მყარდება, პირდაპირ კავშირშია ის იმპორტის წახალისებასთან. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ ის, რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს მაღალ დონეზე განვითარებული. ჩვენ თუ ეკონომიკაში ეს როდესაც საუბრობთ ექსპორტ-იმპორტის უარყოფით დამოკიდებულებაზე, მაგრამ თქვენ დაიწყეთ საუბარი ტურისტული სეზონით. ლარმა გაუფასურება დოლართან მიმართებით ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო, მაშინ როდესაც შეიძლება ვთქვათ, რომ ზაფხულის სეზონის პიკი იყო საქართველოში. პლუს ამას კიდევ ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ინტერვენციები გარკვეული პერიოდულობით ბაზარზე გამოქონდა 20 მილიონი, 40 მილიონი ამერიკული დოლარი. საერთო ჯამში 200 მილიონი დაიხარჯა რეზერვებიდან. თუ მხოლოდ და მხოლოდ როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აცხადებს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტრანზაქციის და ადგილობრივი ფაქტორის მსხვილი ტრანზაქციის ბრალი იყო ეს ყველაფერი, რატო ვერ შეაჩერა პროცესი ეროვნული ბანკის ინტერვენციებმა? რატომ გვაქვს დღეს ის მდგომარეობა, რომ ლარის კურსი ჯერ კიდევ არის 2.36 არის თუ არ ვცდები ხვანდელი ოფიციალური კურსი? 2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 2.4%-ით. 2017 წლის ბიუჯეტზე მიმდინარეობს საუბარი 2.3%-ზე. 2.3-ზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის ესტონური მოდელი, რომელსაც ჩვენ ახლა უკვე პრინციპში პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და 2017 წლის 1 იანვრიდან შევაძალეს. აი ეს ცალსახად გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და ჩვენ ამისი ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ეს ცალსახად ფუნდამენტურ ელემენტებზე ვლაპარაკობ ახლა მე. TBC ბანკმა რომ შეიწყიდა, ასე ვთქვათ, რესპუბლიკა ბანკი და ავანსთანავე პროგრეს ბანკი ამ მოვლენამ ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა. თუმცა ამისი გათვლა არ მომხდარა, ასე ვთქვათ, 3 თვით ადრე ან 2 თვით ადრე. უბრალოდ გარემოება მოიტანა ეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე ამ მსხვილმა ტრანზაქციამ ნუ თუ ამ ხელა ზეგავლენა მოახდინა. ვადასტურებ რომ მოახდინა. 2014 წელს Hualing ჯგუფმა ჩვენს ეკონომიკაში 100 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა, როდესაც დაიწყო გარკვეული სამშენებლო პროექტები. პირდაპირ ვამბობ იმას, რომ 2014 წელს ლარზე ამან სერიოზული ზეგავლენა მოახდინა და ჩვენი ეროვნული ვალუტა გაამყარა. ხა რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით მცირე და საშუალო ბიზნესი აი ამ ესტონური მოდელის დანერგვით ძალიან სერიოზულ სარგებელს მიიღებს. პირველი ის რომ მოხდება რეინვესტირება და ჩვენ ამისი ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. მეორე გახლავთ ის რომ უმუშევრობის მაჩვენებელი დროთა განმავლობაში დაიწყებს შემცირებას, რადგანაც ახალი ბიზნესი გაჩნდება. ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს ეს 80% გვაქვს მსხვილი ბიზნესის წილი და 20% გვაქვს მცირე და საშუალო. ეს ძალიან პატარა მაჩვენებელია მას. პირდაპირ რომ გითხრათ, სოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, რომელსაც ასეთი მცირე მაჩვენებელი აქვს. დღეს ეკონომიკური გუნდი, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და რა თქმა უნდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, კოორდინირებულად ვმუშაობთ. აქტიურად ვარ ჩართული იმაში, რომ ადგილობრივი წარმოება მაქსიმალურად იყოს ხელშეწყობილი. იგივე აწარმოეს საქართველოს პროექტი, იგივე ანაკლიის პროგრამაში ძალიან დიდი თანხები იდება და კერძო სექტორი გვეხმარება ამაში. კერძო სექტორის მაქსიმალური წახალისება არის ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული ფაქტორი. ეს გამოასწორებს ეროვნული ვალუტის მდგომარეობას, ის რომ ესეთი სენსიტიური არის. დიახ, 70% იყო დოლარიზაციის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში. დღეს უკვე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 64-63%-ია. ეროვნული ბანკი მათ შორის კერძო სექტორი, გულისხმობს საბანკო სექტორს და ასევე კერძო ბიზნესის წარმომადგენლები. ქვეყნის ეკონომიკური გუნდი ძალიან აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდეს. ჩვენ ამას ვერ მივაღწევთ გარდა ერთი ფუნდამენტური პრობლემის მოგვარების, ეს არის ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურად ხელშეწყობა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გამოდის ინიციატივით, რომ დედოლარიზაციის ნაცვლად, რომელიც სავარაუდოდ მათი პროგნოზით საკმაოდ ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს, პირიქით მოხდეს დოლარიზაცია. იცით რა, მოდით ასეც ეგ ვარიანტიც გქონდა ჩვენ ნაფიქრი, ანუ საუბარია, მოდით შემოვიღოთ უცხოური ვალუტა და ანუ რომელ ადგილობრივი ვალუტა, თუმცა შემოვიღოთ და ივაჭროს ადამიანმა იმ ვალუტაში, რომელ ვალუტაშიც მას აქვს სურვილი. ამ მიდგომას ეს გამოიწვევს გარკვეულწილად ქაოსს. საქართველოს ჯერ ამისთვის მზად არ არის. მე მართალია საკმაოდ პატარა გოგონა ვიყავი მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ასე ვთქვათ კომუნისტური წყობა დასრულდა და გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე, მაგრამ კარგად მახსოვს, როდესაც დედა მიდიოდა სავაჭროდ, მას თავაზობდნენ რამდენიმე ვალუტას. ეს გახდათ რუბლი, ეს გახდათ კუპონი და ეს გახდათ დოლარი. საოცარი ქაოსი იყო მაშინ ქვეყანაში. როგორც იქნა მე გამოვედით ამ და კუპონი ჩანაცვლა შემდეგ უკვე ლარით და გადავედით მეტნაკლებად ასე ვთქვათ ლარზე და დღეს უკვე კანონი გვაქვს, რომელიც ცალსახად ამბობს, რომ ლარში უნდა მიმდინარეობდეს ტრანზაქციები ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვთვლით, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა აი ამ ტიპის რეფორმისთვის მზად არ გახლავთ. კეთილი. რას ფიქრობთ, როდიდან შეიძლება მივიღოთ ლარის კურსის გამყარება? ეს იქნება 2017 წელი, როდესაც უნდა ამოქმედდეს იგივე ესტონური მოდელი და უნდა ველოდოთ ახალ საბიუჯეტო გრანტებს უცხოეთიდან
თუ იგივე მაგალითად მსხვილ ინვესტიციებს, თუ შესაძლებელი არის ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდეს უკვე ახალ წლამდე. ახალი წელიც სახელდება ხოლმე ერთ-ერთ ფაქტორად, როდესაც ეროვნული ვალუტა უფასურდება. ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ფაქტორი მაგ თვალსაზრისით. წელი იწურება? წელი იწურება 2017 წლის ბიუჯეტზე უკვე ფინანსთა სამინისტრომ იმუშავა. უბრალოდ კანონი მოითხოვს იმას, რომ მათ უნდა შეექმნათ ეს კანონ პროექტი, ანუ ბიუჯეტს გულისხმობ, თუმცა მას შემდეგ რაც დასრულდება არჩევნები, შემდეგ უკვე მოხდება ფორმირება ახალი სამთავრობო გუნდის. ახალი სამთავრობო გუნდი ცალსახად გადახედავს ამ კანონ პროექტს და მე ველოდები, რომ იქნება გარკვეული ცვლილებები, სადაც ცალსახად იქნება გათვალისწინებული ყველა ის პარამეტრი, რომელზეც დღეს ფიქრობს სამთავრობო გუნდი. გულისხმობ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ და მე პროგნოზს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ცალსახად არ არის სწორი პროგნოზირება 2 თვით ადრე. მე უბრალოდ მინდა ვთქვა ის, რომ ნაადრევი პროგნოზები ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ყევებს იწვევს. თქვენ ახსენეთ, რომ არ იყო ტურისტული სეზონი დასრულებული, როდესაც უკვე დაიწყო საუბრები იმაზე და ჩვენც დავინახეთ ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი. ეს ზუსტად ანუ თქვენს ყავთ ახლობლები და მეც ხშირად მისვავენ კითხვას. მოსალოდნელია თუ არა ის დაანონსებული გაუფასურება არჩევნების პერიოდში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ვთქვათ 3 თვით ადრე. ხშირად მიწევს ამ თემის შემდეგ უკვე არგუმენტირება უბრალოდ სანაცნობო წრეში. საუბარი აღარ არის უკვე ტელევიზიებით საზოგადოებასთან საუბარზე. ამას იმდენად დიდი რეზონანსი მოყვება ხოლმე, რომ ხშირად ცდება რეალობას, რომელშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ. აქედან გამომდინარე ყველა ის პროექტი, თუნდაც DCFTA-ს, რომელიც გახსნის კარებს და ხსნის უკვე კარებს ევროპასთან ვაჭრობის. უბრალოდ ჩვენ ახლა გვთხოვენ ხარისხის გაუმჯობესებას. ჩინეთთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ძალიან მალე ამოქმედება და ცალსახად ვადასტურებ ინფორმაციას, რომ ერთ წამში ჩინეთის ბაზარზე იყიდება 12 ბოთლი ელექტრონულ კომერციას გულისხმობ 12 ბოთლი წითელი ღვინო. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია და რამდენიმე კომპანია უკვე გავიდა ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის, რაც შეიძლება მეტი ექსპორტი, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი წარმოება და მეტ ქვეყანასთან გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რომ მივცეთ ჩვენს მწარმოებლებს მოახდინონ რეალიზაცია თავისი საქმის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია იმისთვის, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. წარმატებებს გისურვებთ. მაია მელიქიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში პასუხობდა ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში. კვირის მთავარი ახალი ამბების მოკლე მიმოხილვის შემდეგ დაუბრუნდებით. დაგველოდეთ. გივით არგამაძის ავტომობილის აფეთქების გამო ერთი პირი იძებნება საქმის მეორე შესაძლო ფიგურანტი კი უკვე აყვანილია. სამართალდამცავები 42 წლის დავით ხეჩუაშვილს ეძებენ. რაც შეეხება დაკავებულ ბორის ჩაგუნავას, როგორც ირკვევა ხეჩუაშვილს ავტომობილი სწორედ მის სახელზე ჰქონდა გაფორმებული. მითითებული პირები ერთმანეთის ნათესავები არიან. გამოძიება მის საბრძოლო მასალები და ნივთებიც გაასაჯაროა, რომლებიც დაკავებულის მანქანიდან ამოიღეს. თარგამაძის თანაგუნდელები შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უწყობენ. შეგახსენებთ, დეპუტატ გივით არგამაძის ავტომობილი 4 ოქტომბერს ღამით ააფეთქეს. სოფელ მოხეში არსებულ უთანხმოებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ეხმაურება. სააგენტოს თავმჯდომარე საკისრია დავის მოგვარების პროცესში მედიატორის როლი. ზაზა ვაშაყმაძე განმარტავს, რომ სადაო ნაგებობის გარშემო შეთანხმების მიღწევა და პრობლემის გადაჭრა 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა. ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში ისტორიული ნაგებობა ამ დრომდე უთანხმოების საგანია. დასახლებაში მცხოვრები მართლმადიდებლები და მუსლიმები შენობაზე პრეტენზიას აცხადებენ და პოზიციების დათმობას არ აპირებენ. რადა როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუციაში პრემიერის სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის, რათა ცვლილებები საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით შემუშავდეს. როგორი იქნება ამ ჯგუფის შემადგენლობა და საქმიანობის წესი, ეს ჯერ უცნობია, თუმცა პრეზიდენტი მზად არის პრემიერის ინიციატივის შესრულებაზე იზრუნოს და ჯგუფის სტრუქტურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს. კონსტიტუციონალისტები ჯგუფის შექმნას მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ რეალური შედეგის მისაღებად ის უკვე არსებული საკონსტიტუციო კომისიისგან განსხვავებული უნდა იყოს. აბაშიძე კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში მოლაპარაკებებს საქართველოს საგარეო და ეკონომიკის უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, როგორც პრემიერის წარმომადგენელი აცხადებს. საუბარი სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს შეეხო. აბაშიძის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ასევე რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიმართულებითაც. პრემიერის წარმომადგენლის განმარტებით შეხვედრაზე კრემლის დიპლომატის მხრიდან ასევე დასმული იყო საკითხი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ყავს ის ზაზა თავაძეა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და დღემდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. მან დახურულ ფორმატში ჩატარებული კენჭისყრის დროს 5 მოსამართლის მხარდაჭერა მიიღო. რაც შეეხება მეორე კანდიდატ ირინა იმერლიშვილს, მას პლენუმის 8 წევრიდან ხმა 3 მისცა. კანონმდებლობის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ირჩევა, თუმცა თავაძე ამ პოსტზე 3 წელი და 7 თვე იმუშავებს, რადგან მას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა 2020 წლის 15 ივნის ეწურება. არასამთავრობოების შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებში არსებულ დარღვევებზე სახალხო დამცველი საუბრობს. უჩანა ნუაშვილმა მონიტორინგის შედეგები წარადგინა, კვლევა 5 დაწესებულებაში ჩატარდა. თბილისის ჩვილბავშთა, კოჯრის ბავშთა სახლებში, ძევრის, დუშეთისა და მარტყობის პანსიონატებში. კადრების ნაკლებობა, ბენეფიციართა უფლებების უხეში დარღვევა, დისკრიმინაციული მოპყრობა, არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა და 3 ბენეფიციარის გარდაცვალების ფაქტი, რომელთაგან მხოლოდ ერთზეა დასრულებული გამოძიება. პანსიონატების ადმინისტრაციის წარმომადგენლები დოკუმენტში წარმოდგენილ შენიშვნებს ნაწილობრივ არ ეთანხმებიან. ევროპელმა ლიდერებმა გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაგმეს სირიაში, კერძოდ კი ქალაქ ალეპოში რუსეთის სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივება ამ ეტაპზე საჭიროდ არ ჩათვალეს. ევროპელები საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ვლადიმერ პუტინი ყირიმის მიერთების შემდეგ გერმანიის დედაქალაქში პირველად ჩავიდა, თან ევროპელ ლიდერებს მრგვალ მაგიდაზე მან ის ადამიანიც მიუსვა, რომლის წინააღმდეგაც სხვა რუს მაღალჩინოსნებთან ერთად ევროპული სანქციები მოქმედებს. ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ უფრო ისარგებლა ბერლინური შეხვედრებით, მოსკოვმა თუ წესრიგისთვის მებრძოლმა დასავლელმა ლიდერებმა. პუტინის დაძაბული მდგომარეობის გამოსწორებისთვის დრო წლის ბოლომდე სანქციების ვადის ამოწურვამდე მისცეს. ეს დრო კი როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე უკრაინაში მხოლოდ რუსეთზე მუშაობს. ბერლინური შეხვედრის დეტალებით ქეთი კარდავა. სამდღიანი მორატორიუმი, რაზეც ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლება დაითანხმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი პირდაპირ ბერლინიდან დამასკოში სატელეფონო საუბრის დროს შეათანხმა სირიის პრეზიდენტთან, მის მოკავშირესთან, ბაშარ ალ-ასადთან დასრულებულია. ალეპო ამ წუთებში ისევ იბომბება და ამის შესახებ რამდენიმე წამიანი ვიდეოები ვრცელდება Twitterზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად ალეპოში ჰქონდა 72 საათი. ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს დრო არ აღმოჩნდა საკმარისი, მათ ვერ შეძლეს ჰუმანიტარული დახმარების შეტანა ქალაქში, სადაც საკვები და მედიკამენტები არ შესულა 7 ივლისის შემდეგ. ვერ მოხერხდა ყველა დაშავებულის და დაჭრილის გამოყვანა უსაფრთხო ადგილზე და ამიტომ გაერომ სთხოვა მოსკოვს, რომ ორშაბათამდე გაეგრძელებინათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თუმცა პუტინი ამ წინადადებაზე უკვე აღარ წავიდა და უარი განაცხადა. ევროკავშირის ლიდერებმა კი ისე დატოვეს ბელგიის დედაქალაქი, რომ სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ. ბოლო პოზიცია მათი შეთანხმებული ასეთია. ელოდებიან მოვლენების განვითარებას ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავების და სისხლის ზღვრის გაგრძელების შემთხვევაში, ამბობენ ლიდერები, რომ ერთმანეთთან აქვთ მჭიდრო სატელეფონო კავშირი და პოზიციას შეათანხმებენ. მათ არ უთქვამთ, რომ საგანგებო სამიტი შეიძლება დაინიშნოს. შეიძლება ფოტო გაჩვენოთ. ეს პატარა ბიჭი გახდა ომის სიმბოლო. ნანახი გაქვთ ალბათ ეს ფოტო. რა თქმა უნდა, ნანახი მაქვს. მისი სახელია ომრანი, არის 5 წლის. დაფარულია სისხლით, შეშინებული და ტრავმირებულია. ხომ არ გსურთ რაიმე უთხრათ ომრას და მის ოჯახს? შედით ინტერნეტში და ნახეთ იგივე ფოტო და ეს ბავშვი დასთან ერთად. ორივე გადაარჩინეს, როგორც დასავლეთში უწოდებენ თეთრ ჩაფხუტიანება. ბავშვები ორჯერ გადაარჩინეს სხვადასხვა ინციდენტის დროს. ეს ფოტო გაყალბებულია, არ არის ნამდვილი. ჩვენ მთავრობა ვკლავთ მშვიდობიან მოსახლეობას? ვინ დაიჯერებს ამ ამბავს? არავინ. ვერ გაიმარჯვებ ომში თუ მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავ. ასე რომ ეს ისტორია და ეს ნარატივი მცდარია. ცდარი არც ომრანის და არც ომრანის ათასობით თანატოლის ისტორიაა. ასადის რეჟიმი პასუხისმგებელია სირიაში დახოცილი მშვიდობიანი მოსახლეობის 90%-ზე. ვის უნდა დაუჯეროთ სირიის პრეზიდენტს და მის მოკავშირე რუსეთს, თუ ვინც მეორე მხარეს დგას? კითხვაზე პასუხი ცივილიზებულ სამყაროს კარგახანია აქვს. ასადს 4 წელია ევროპა და შეერთებული შტატების მთავრობა რეგიონში მათი პარტნიორი მოთამაშეები წასვლისკენ მოუწოდებენ. აცხადებენ, რომ მას ქვეყნის მართვის ლეგიტიმაცია არ აქვს. შეწყვეტილია ყველანაირი კომუნიკაცია, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ომი ვერ დასრულდა და ასადიც პრეზიდენტის სკამს ინარჩუნებს.
ალეპოში საბრძოლო მოქმედებების დროს უკვე 15,000 ბავშვია დაღუპული. ბოლო ორ თვეში სირიის და რუსეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს 330-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თქვენი დუმილი გკლავს ან ლტოლვილებად და იძულებით გადაადგილებულ პირებად გვაქცევს. ომის ბავშვები მსოფლიოს დახმარებას ყოველდღეს თხოვენ. ევროკავშირის ლიდერები არ ფიქრობენ, რომ სისხლის ზღვრაზე მათი პასუხი დუმილია. ამ კვირაში ორგანიზაციის ყველა წევრი განსაკუთრებით გააქტიურდა. გადავარჩინოთ ალეპო, ასე იწყებოდა ბრიუსელში ჩამოსული ყველა პრემიერის თუ პრეზიდენტის განცხადება. ის, რაც ალეპოში ხდება, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი ნომერ პირველი საზრუნავია, მაგრამ სირიის ეპიცენტრში ამ წუთებში ციხოცებიან ქალები და ბავშვები. ევროკავშირი ამ კვირაში ისე ახლოს არ ყოფილა ალეპოს დაბომბვის გამო რუსეთის სანქციები დასასჯელად, როგორც არასდროს. ყველაზე გავლენიანმა წევრებმაც კი პირველად ალეპოზე საუბრის დროს ამ კვირაში ახსენეს ომის დანაშაული და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. სტრატეგიულ პარტნიორად მოხსენიების ნაცვლად ასადის მოკავშირედ მოიხსენიეს რუსეთი. ღიად ითქვა, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დაუყოვნებლივ სანქციების დაწესებას ემხრობოდნენ, მათთან ერთად კი ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. რაც ალეპოში ხდება შემაძრწუნებელია. რუსეთის ქმედებები ხელს უშლის დასავლეთის მცდელობას, რომ პოლიტიკური ხერხებით მოაგვაროს კონფლიქტი. ჩვენ უნდა შევძლოთ და შევცვალოთ სირიის მიმართ რუსეთის მიდგომა. ზეწოლა ერთადერთი გამოსავალია. რუსეთს სურს ალეპო ახალ გროზნოდ აქციოს. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ევროპულ საბჭოში 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში არ ჩაიწერა ის, რაც რუსეთს არ სურდა, რომ მოხვედრილიყო. პუტინს ალეპოს დაბომბვის გამო სანქციები ამჯერად ასცდა. ანგელა მერკელს არ დაუმალავს პრესკონფერენციაზე, რომ ემხრობოდა უფრო მკაცრ ტექსტს. ის, რაც ალეპოში ხდება, არის საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევა. ყველას, ვინც პასუხისმგებელია, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს. ევროკავშირი თანხმდება, რომ ყველა არსებული ვარიანტი უნდა გამოვიყენოთ. ეს დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე. დღესდღეობით არსებული მდგომარეობა სიტუაციის პოზიტიურ შემოტრიალებაზე არ მიუთითებს. რაც დასკვნით განცხადებაშია, არის მინიმუმი, ვიმეორებ მინიმუმი, რაზეც შევთანხმდით. მინიმუმზე შეთანხმება ძირითადად იტალიის და ნაწილობრივ ავსტრიის პოზიციის გამო მოხდა. იტალიის პრემიერმა ფრანგულ-გერმანული და ევროკავშირიდან თითქმის გასული წევრის ბრიტანეთის ინიციატივა დაბლოკა და განცხადებიდან სანქციების გამოყენების შესაძლებლობაც გაქრა. ფიქრობ, რომ განცხადებაში სანქციებზე დაყრდნობას არავითარი აზრი არ ექნებოდა. რა სიტყვების გამოვიყენეთ არის ყველაზე მართებული. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი სირიაში ომის დასასრულებლად. რუსეთთან ევროკავშირის ბევრ ქვეყანას მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვს, ამიტომ ბევრი რამ რთულია, მაგრამ ჩვენ ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ. პუტინს პირისპირ მიმდინარე კვირას არა მარტო სირიაზე, არამედ იმ ქვეყანაზეც ესაუბრნენ, რომლის გამოც ევროკავშირს სანქციები აქვს დაწესებული. სასწაული არ მომხდარა, ასეთი იყო მერკელის შეფასება. სასწაულს არ ელოდა არც პეტრო პოროშენკო. ბერლინში საუბრით მხოლოდ ნორმანდიული ფორმატი გადარჩა. წინა შეხვედრისგან განსხვავებით პოროშენკო პუტინის მისალმება ხელის ჩამორთმებაც ვერ გადაიღო მედიამ. უკრაინაში რუსეთი გავლენას არ თმობს. რუსი სამხედროების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანის აუცილებლობა ვერ ხედავს. მისკის შეთანხმების შესრულებისკენ კი პირიქით უკრაინას მოუწოდებს. დეკემბრამდე მინისტრებმა მისკის შესასრულებელი სამოქმედო გეგმა უნდა შეადგინონ. ყირიმის და სევასტოპოლის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაშია. წლის ბოლომდე, ანუ იანვარში ევროკავშირის ლიდერებმა სამიძე უნდა იმსჯელონ სანქციების გაგრძელების აუცილებლობაზე და თუ იტალიამ სანქციების საკითხი დაბლოკა სირიის შემთხვევაში, იგივე წარმატებით თუ ვითარება არ შეიცვალა, შესაძლოა, რომ სანქციების გაგრძელებასაც უკვე იანვრიდან უკრაინის შესახებ საფრთხე შეექმნას. ივნისის ბოლომდე კი ორგანიზაციამ უნდა შეადგინოს დოკუმენტი, თუ როგორი ურთიერთობა ექნება ევროკავშირს მომავალში მის ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორთან, რუსეთის ფედერაციასთან. ეს კეთიქარდავა იყო, როგორ ვითარდებოდა მოვლენები სირიის ქალაქ ალეპოში უცხოეთის სხვა მთავარ ახალ ამბებთან ერთად ნახეთ მოკლე მიმოხილვაში.
20 ოქტომბერს 8 საათიდან 16 საათამდე ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედა. რუსეთისა და სირიის სამთავრობო ავიაციამ იერიშები შეწყვიტა და ჰუმანიტარულ კოლონებს დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების საშუალება მისცა. მოგვიანებით მოსკოვმა პაუზა 24 საათამდე გაახანგრძლივა. საბოლოო ჯამში კი ცეცხლი ალეპოში 3 დღით შეწყდა. აღსანიშნავია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შედეგად სპეციალურად ქალაქის დასატოვებლად გამოყოფილი 6 უსაფრთხო დერეფნით არავის უსარგებლია. სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელსაც ალეპოს დატოვება სურდა, ცეცხლი მეამბოხე ძალებმა გაუხსნეს. სირიის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ამბოხებულები მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ. ალეპოს რაიონში დაბომბები 22 ოქტომბრის საღამოს 7 საათიდან განახლდა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მოქალაქეებისა და იურიდიული პირების მიმართ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა და გააფართოვა. პრეზიდენტმა ასევე ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს დაავალა მოამზადონ ცალკე გადაწყვეტილება იმ პირების მიმართ, რომლებიც ანექსირებულ ყირიმში სახელმწიფო დუმის არჩევნების ორგანიზებას ახორციელებდა. გასულ წელს შემუშავებულ სასანქციო სიაში სულ 388 ფიზიკური და 105 იურიდიული პირი ფიგურირებს. ამ სიას ახლა 259 ფიზიკური და 46 იურიდიული პირი დაემატა. საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად სამეფო ოჯახის წევრი სიკვდილით დასაჯეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2014 წელს სასამართლომ ის საუდის არაბეთის მოქალაქის მკვლელობაში დამნაშავე ეცნო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მკვლელობის შემდეგ პრინცმა პოლიცია თავად გამოიძახა. საუდის არაბეთში მოქმედი კანონების მიხედვით მკვლელობა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა, შეიარაღებული ძარცვა და გაუპატიურება სიკვდილით ისჯება. გასულ წელს საუდის არაბეთში 158 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ევროპაში ჩატარებული რეიდების შედეგად 314 ადამიანი დააკავეს. ამ ინფორმაციას ევროპოლი ავრცელებს. დაკავებულთა შორის 193 კიბერდანაშაულის ჩადენაში, 72 ადამიანით ვაჭრობაში, 31 არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობაში, 18 კი ნარკოტიკული ნივთიერებების გადაზიდვაშია იჭვიდანილი. ერთკვირიანი სპეცოპერაციის ფარგლებში ამოღებულია 2.38 მეასედი ტონა კოკაინი. ევროპოლის ოპერაციაში 52 ქვეყნისა და 4 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ბოლო მესამე ტელედებატები გაიმართა. შეხვედრა ლას-ვეგასში არჩევნებამდე 20 დღით ადრე შედგა. დემოკრატმა და რესპუბლიკელმა კანდიდატებმა იარაღის ტარებაზე, აბორტების უფლებებსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შესახებ იკამათეს. ჰილარი კლინტონმა პირობა დადო მისი გამარჯვების შემთხვევაში დაიცვას ქალთა და სექსუალური უმცირესობების უფლებები. დონალდ ტრამპი კი მოქალაქეებს იარაღის ტარების შესახებ კონსტიტუციის მეორე შესწორების დაცვას დაფრინდა. ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე გაშვებული ხომალდისგან სიგნალი მიიღო, თუმცა სიგნალი არა უშუალოდ ზონდისგან, არამედ მარს ექსპრესისგან მიიღეს. ხომალდისგან, რომელიც ამჟამად წითელი პლანეტის ორბიტაზე მოძრაობს. თავად ზონდის შეარპარელი კი მარსზე დაშვების დროს განადგურდა, მიზეზი ზედმეტად სწრაფი დაშვება გახდა. შეარპარელს მარსზე სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა მოეპოვებინა. კვლავ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ახალ 4 წლიან ციკლს იწყებს. ფედერაციის პრეზიდენტი კვლავ დავით ქევხიშვილია. ნაკრებში კი გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა. სიახლეები ერთ-ერთი პირველი სამწვრთნელო შტაბს შეეხო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი ცირეკიძე გახდა. ცვლილებებია სპორტსმენების წონით კატეგორიებშიც. როგორი გეგმები აქვს ძიუდოისტთა ნაკრებს და რაზეა ორიენტირებული განხორციელებული გადაადგილებები, ნახეთ მიხეილ ნიკოლეიშვილის რეპორტაჟში. Senhoras e senhores, a chama olímpica. ოლიმპიური წელიწადი ბევრ სპორტის სახეობაში სიახლეების წელია. ასე ხდება ძიუდოშიც. მართალია დავით ქევხიშვილი არ შეცვლილა, მაგრამ რიოს თამაშების დამთავრებიდან ერთ თვეში ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ერთადერთი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი იყო, რომელსაც ყრილობაზე დამსწრე 30-ვე დელეგატმა მხარი დაუჭირა და მანდატი კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივა. ჩვენ ძალიან ბევრი შევეცადეთ და გამოგვივიდა კიდეც. მე მხედველობაში მაქვს გასულ 4 წელიწადში რაც გავაკეთეთ. ძალიან ბევრი პროექტი, პროგრამა, მიმართულებები, ახალი მიდგომები დავნერგეთ, რომელსაც ჭირდება გამყარება, რასაც შემდგომი 4 წლის განმავლობაში შევეცდებით, რომ ისეთი უფრო სისტემურად მოიკიდოს ფეხი ჩვენს ფედერაციაში. თუმცა ბუნებრივია, განახლება ყველაფერს ჭირდება, გვაქვს საკმაოდ სერიოზული გეგმები სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ერთის მხრივ უკვე დაგეგმილის კიდევ უფრო მეტი სიმყარის მიცემა და მეორეს მხრივ სიახლეების შემოტანა კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ფედერაციას. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ქევხიშვილის მეორევადით არჩევას მოჰყვა, ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მოხდა. ირაკლი უზნაძემ, რომლის შეგირდებმაც ოლიმპიური ოქროს გარდა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ პირველობებში თითქმის ყველაფერი მოიგეს, თანამდებობა დატოვა. მის ნაცვლად ნაკრებს სათავეში ირაკლი ცირეკიძე ჩაუდგა.
პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე აქამდეც უმუშავია. იგი ამ პოსტს რამდენიმე თვით 2012 წელს იკავებდა, ბოლოს კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მუშაობის პროცესში ელემენტარული ის რომ ავიღოთ როგორი იქნება, როგორ კიდევ ხელს მოწინააღმდეგეს, როგორ მოდის, ვინ რომელია, ვინ განაერია, ჩვენ დავანა დაუპირისპიროთ. ეს ეხლა ამ წამში არ მოხდება, მაგრამ საერთოდ მონახაზი რო გქონდეს და ვიცოდეთ, რატო ვარ აქ, რას ვაკეთებ. შრომა იქნება ძალიან ბევრი, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე გუნდის და ბიჭების მხრიდან. ეს როგორც უფროსთან ნაკრები, ისე ახალგაზრდული ნაკრებიც კარგად ნაცნობია ჩემთვის და იმედი მაქვს, რომ ისინი ღირსეულად შემოვლენ ეროვნულ ნაკრებში და ადგილს დაიმკვიდრებენ. ჩვენი მიზანი იქნება ბევრი მუშაობა, შრომა და რა თქმა უნდა შედეგი და გულშემატკივრის ახალება. სირეკიძესთან ერთად მთავარ ნაკრებში მინდია ბოდაველი, გურამ მოდებაძე, გიორგი გუგუნავა, გიორგი ბაინდუროვი იმუშავებენ. ახალგაზრდულ ნაკრებს ლაშა გუჯაჯიანი ჭაბუკებს კი გიორგი ყიზილაშვილი უხელმძღვანელებს. ახალ სამწვრთნელო შტაბთან ერთად პირველ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ ნაკრების პირველ ნომრებს. ისინი ჯერჯერობით ინდივიდუალურად პირადი მწვრთნელების მეთვალყურეობით მსუბუქად ვარჯიშობენ. ფორმისა და წონის შესანარჩუნებლად კი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავენ. აქვე ვარჯიშობს ბექა ღვინიაშვილი. ახალგაზრდა ქართველი ტალანტი, როგორც დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული, მშობლიურ წონას 90 კილოგრამს უბრუნდება. ბექამ წონა უკვე დაიკლო ამჟამად 92 კილოგრამს იწონის და 11-12 ნოემბერს თელ-ავივში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება. ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი კი 100 კილოგრამში აიწევს. სირეკიძესთან არ მიმუშავია მე, მაგრამ ჩემ მეგობრებს მომუშავიათ და ჩემ მეგობრები იყვნენ მაგის სპორტსმენები ახალგაზრდებში, აგერ ბექა იყო. და რა ვიცი, ჩემი აზრით, სირეკიძემ უნდა მოგვამზადოს კარგად და შედეგიც იქნება. მე ახალგაზრდებში მომიწია სირეკიძესთან ერთად შეკრების გავლა. ნამდვილად კარგად მომამზადა, იმიტომ რომ შედეგიც სახეზე იყო, სოფლიოს ჩემპიონი გავხდი მისი მომზადებიდან გამომდინარე. და ეხა დიდებში გადმოვიდა მთავარ ტრენერად და არ ვიცი რა შეკრება შემოგთავაზებს, რა ვარჯიშებს შემოგთავაზებს. იქნება თუ არა ცვლილებების სხვა წონით კატეგორიებში ეს ნაკრების სრული შემადგენლობის შეკრების შემდეგ გაირკვევა. ეს ყველაფერი კი მალე მოხდება. 26-27 იანვარს თბილისში საქართველოს ჩემპიონატი უნდა გაიმართოს. ამის შემდეგ ერთ კვირაში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ტოკიოს დიდი სლემი გაიმართება, სადაც წინასწარი ინფორმაციით სირეკიძე თითო სპორტსმენის წაყვანას 7-ვე წონით კატეგორიაში აპირებს. 2-3 და 4 დეკემბერს ძიგარო კანოს ფინალური შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ესე რომ აქ ზერები და ისე რომ არაფერს მომცემდა, ჩვეულებრივად ჩაიარეს, იმართუშმა არ გინდა რა ესე. ცხოვრობდნენ თუ არა პრეისტორიულ საქართველოში დინოზავრები. სათაბლიის ნაკრძალში აღმოჩენილი ნაკვალევი მოწმობს, რომ უძველეს ხანაში ისინი ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ მაინც. მაგრამ მდინარე ხანისწყალში გაკეთებულმა აღმოჩენამ შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს. ადგილობრივები იურიული პერიოდის ცხოველების გაქვავებული ნეშტის აღმოჩენის შესახებ საუბრობენ. ათასწლეულების წინ ბაღდადში დინოზავრების არსებობას თავად ბაღდათელები ირწმუნებიან. ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ მდინარე ხანისწყალის ხეობაში გაქვავებული გიგანტური ცხოველების ნაშთები აღმოაჩინეს. აი აქ წარმოქმნილი ფორმები არის სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ცხოველის. დინოზავრის ნიანგის გიგანტური კუს, თევზებისა და ამონაკის მსგავსი ფიგურები პირველად პედაგოგმა ნინო ბაზანოვმა დაახლოებით 1 თვის წინ აღმოაჩინა. სპეციალისტი ირწმუნება, რომ ათეულობით ცხოველის ნაშთი მეზოზოური ერის იურულ პერიოდს ეკუთვნის. სტრუქტურა მოხდა თვალში განსაკუთრებული და ვიფიქრე, რომ ეს არ არის რაღაც სხვა ქვა არის, სხვადასხვა სახეობები, მრავალფეროვნება. დაახლოებით რაც მოვთვალეთ 100-მდე ექსპონატია. ესენი არის სხვადასხვა სხეულის ფრაგმენტები. სავარაუდოდ 130 მილიონი წლის წინ გაქვავებული ცხოველების ნაშთების შესწავლა მეცნიერებს ჯერჯერობით არ დაუწყიათ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ამბობს, რომ შესწავლის პროცესში პალეოზოოლოგების ჩართვა აუცილებელი. ფორმების და იმის შესახებ, რომ ეს არის თუ არა, თქვა, კანამარხი ცხოველები და რომელი პერიოდის არის, ამაზე რა თქმა უნდა საუბარი ჯერ ზედმეტი არის. თუ ეს აღმოჩენა დადასტურდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, იქიდან გამომდინარე, რომ
საქართველოში არ არის ნაპოვნი დიდი ჩონჩხება, ეს იქნება პირველი შემთხვევა საქართველოში. მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენის დასათვალიერებლად მხოლოდ ადგილობრივები არ მიდიან. ბაღდათის რაიონის მოსახლეობა მათი ვერსიის დადასტურების შემთხვევაში ტურიზმის განვითარებაზე საუბრობს. ისინი სპეციალისტებს ფაქტების დროულ შესწავლას თხოვენ. მათი თქმით, ცხოველების გაქვავებული ფიგურები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მდინარე ხანისწყლის ხეობაში ნაპირსამაგრის სამუშაოები ჩატარდა. ბაღდათელები შიშობენ, რომ მდინარის ადიდების შემთხვევაში შესაძლოა აღმოჩენა ისევ წყლით დაიფაროს. ეს თუ დადასტურდება, ამისათვის საჭიროა კვლევაძიება ჩატარდეს. რა თქმა უნდა, გაიზრდება მერე სახელი, გაერთმება ჩვენ ქალაქს და უფრო მეტი მნახველები, ტურისტები ჩამოვლენ. ჯერჯერობით უცნობია დადასტურდება თუ არა ადგილობრივების ეჭვი ბაღდათის ტერიტორიაზე გიგანტური ცხოველების არსებობისა და უკვე შემდეგ მათი გაქვავების შესახებ. ასევე უცნობია, როდის დაიწყებენ კვლევებს შესაბამისი დარგის ექსპერტები. მანამდე კი ნაშთებიდან რამდენიმე ფრაგმენტის შესწავლას აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ლაბორატორიაში დაიწყებენ. მოამე კვირა 3 დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. დარჩით პირველ აღზე.